ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი ჩვენ დავბრუნდებით 10 წლისაა. საიუბილეო წვეულებას ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა ჰოლანდიასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. ანტვერპენში მოქმედი ლიტერატურული თეატრისა და სკოლის ეროვნულ მნიშვნელობაზე ნიდერლანდების და ბელგიის სამეფოების ელჩებმა, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებმა და ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა ისაუბრეს. საიუბილეო წვეულებაზე სკოლისა და თეატრის დამფუძნებელმა მანანა ხორბალაძემ გასული 10 წლის ნაღვაწი წიგნის სახით წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს. მაყურებელმა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის სპექტაკლი ოთარა ანთქვრივი იხილა, რომლის ინსცენირება მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის. მადლობა უფალს შედგა დღეს ჩვენი არაჩვეულებრივი საღამო ჩვენი სკოლის და თეატრის 10 წლის თავი, ასევე წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გამოვეცი ამ საიუბილეო დღისთვის. წიგნს ასე ქვია სამშობლო შეზღუდულში, ეს პატრიარქის სიტყვებია, რომელიც წლების წინ მითხრა და სწორედ ამან მომცა мотиваცია ამ ცხო მიწაზე მეკეთებინა ქართული საქმე. 10 წლის განმავლობაში სკოლამ, ქალბატონო მანანამ, პედაგოგებმა არაერთი გამოწვევა გამოიარეს, თუმცა არაერთი წარმატებას ხვდა წილა. მინდა მიულოცა მათ დღევანდელი დღე. მინდა მიულოცა საიუბილეო თარიღი ქალბატონ მანანას და იმ სკოლას, რომელსაც ქვია ჩვენ დავბრუნდებით. სწორედ აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავბრუნდებით მომავლის პალიტრამ განახორციელა ძალიან საინტერესო პროექტი არ დავივიწყოთ ქართული და შეიკრა მემორანდუმის ფარგლებში ანტვერპენსა და ქალაქ ბათუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არ დავივიწყოთ ქართული, ჩვენ დავბრუნდებით, სადაც რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შორის შევქმნათ და გავაძლიეროთ ის სულიერი იდენტობა, რამაც დღემდე მოგვიყვანა. არ დავივიწყოთ ქართული, ჩვენ დავბრუნდებით.